დღეს მე მოვამზადე კლასიკური ნამცხვარი შუ, მარტივი რეცეპტი და საოცარი გემო. იმედია მოგეწონებათ. დავიწყოთ მომზადება. მოვამზადოთ კრემი. 150 გრამი შაქარი, 3 კვერცხის გული. დავუმატოთ ცოტა რძე და ერთმანეთში კარგად გაიხსნას შაქარი და კვერცხის გული. სიმინდის სახამებელი 80 გრამი. გავწუროთ. ჯამში მაქვს 500 მილილიტრი რძე. ამ 500 მილilitrიდან ავიღე ცოტა და გავხსენი შაქარი, კვერცხი და სახამებელი. ეხლა თბილ რძეში დავაბრუნებთ ამ მასას. მე გამოვიყენე ინდუქციური ქურა, რომელიც ძალიან მოსახერხებელი არის და ძალიან კარგია. რომ შესქელდება და პირველ ბუშტუკებს გამოუშვეს, გადმოვდგათ. ცხელშივე დავუმატოთ 180 გრამი კარაქი. დავუმატოთ ვანილი. კრემი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში. ზემოდან დავაფაროთ სტრეიჯი, ისე რომ ეხებოდეს კრემს. დავდგათ გვერდზე და გავაციოთ. სქელძირიან ქვაფში ჩავასხათ 250 მილილიტრი წყალი. წიკვი მარილი, წიკვი შაქარი, 100 გრამი კარაქი. კარაქი რომ დადნება და დაიწყებს წამოდუღებას, ჩავაყაროთ 150 გრამი ფქვილი. და სწრაფად უნდა ურიოთ. დავუწევ ტემპერატურას. ცომი უნდა დავშუშოთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. კარგად უნდა დაიშუშოს დაბალ ცეცხლზე და მუდმივად უნდა ურიოთ, რომ არ მიგვეწვას ჩვენი ცომი. საკმარისია გადმოვდგათ ცეცხლიდან. მიღებული ცომი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და ოდნავ უნდა შევაგრილოთ. ცომი თბილი რომ იქნება, შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხი. მეორე კვერცხი, მესამე, მეოთხე. ეს არის იდეალური კონსისტენცია ცომისთვის. ნახეთ როგორი გამოვიდა. თუ არის პატარა ზომის კვერცხები, დაგჭირდებათ 4 ნახევარი 5. გააჩნია რა ზომის კვერცხია. ეს იყო დიდი ზომის კვერცხი და გამოვიყენე 4 კვერცხი. ცომს გადავიტან საკონდიტრო ტომარაში. დავსვათ ჟარონზე. წავიღოთ გამოსაცხობად. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე, 200 გრადუსზე ჯერ. კარგად რო ამოვა, მერე დაუწევთ ტემპერატურას, რომ შიგნით გული დაიშუშოს. გავიდა 15 წუთი. აი ნახეთ როგორ გამოცხვა მეგობრებო აჩვენენ. ეხლა დაუწევ ტემპერატურას 150 გრადუსზე. ნუ კარგად გამოიშუშოს შიგნით. მთლიანობაში დაჭირდა მეგობრებო 55 წუთი გამოცხობას. 15 წუთი ვაცხვე 200 გრადუსზე, შემდეგ დაუწიე ტემპერატურას 150 გრადუსზე. აი გამოცხვა გაჩვენებთ ახლა. ნახეთ. ეხლა მე ამას არ გამოვიღებ, კიდევ კარგი გამომცხვარია, მაგრამ დავტოვებ ღია ღუმელში და გამოვთავ გაზს და გავაციებ აი აქ შიგნით გამორთულ ღუმელში. გაციებული კრემი გავთქვიფოთ მიქსერით. და
აი ამ პირის მეშვეობით დავკრემოთ ჩვენი შუები. ნახეთ როგორი ძირები აქვს. მოვაყაროთ შაქრის პუდრა. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა.